კაცობრიობა ადამიანი უნუგეშოთ იყო, უსიხარულო. ადამიანმა თავისი ბოროტ ძალას დემონს ვერ აჯობა და სამწუხაროდ ყველა ადამიანი მიდიოდა ჯოჯოხეთში. ანუ სამოთხეში თავისი დაკარგული ადგილის დაბრუნება ადამიანმა თავისით ვერ შეძლო. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ესე იგი ადამიანს აღარ ქონდა სიხარული, დაკარგული ქონდა. და ღმერთს ისე უყვარს ადამიანი, რომ თვითონ იქცა ადამიანად, ჩვენსავით ადამიანად იშვა და მან გადაწყვიტა ყველა ადამიანის ცუდის აქციელი ცოდვა თავის თავზე აიღო. თვითონ ეტვირთა, თვითონ ეტკივილა ჩვენი ცოდვები. ახლა რაოდენ ესე იგი ძნელი მისახვედრიც კი არის ჩვენთვის, მაგრამ წარმოიდგინეთ, მარიამ ჩუბინიძე ეხლა ხო ხვალ და ზედ და 10 და 20 წლის მერე რა ცოდვასაც ჩაიდენს, ის ცოდვები წინასწარ ღმერთმა ჯვარცმის დროც იტკივილა თვითონ. მას ტკიოდა, რომ მარიამისთვის აი დღეს ამ წუთას მიეცა იმის შანსი, რომ დაებრუნებინა თავისი დაკარგული სამოთხე. ამ ხრივ არის ეს ყველაფერი, ესე იგი, განსაკუთრებული და გამორჩეული. და აი ეხლა ზუსტად ჩვენ ვისაუბრეთ შობაზე, ვისაუბრეთ ნათლისღებაზე, 2 სიტყვით მინდა გითხრათ, რას მოიცავს ქრისტეს ქადაგებები. რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრება გვასწავლა, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა მოიქცეთ, მაგრამ მე მოკრძალებულად გეტყვით 2 პატარა ნიუანს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, კანონები ადამიანებს ჰქონდათ, მოსეს კანონები, ჯულის კანონები ჰქონდათ, მაგრამ კაცრი იყო ეს კანონები. ამ კანონებს ვინც დაარღვევდა, ძალიან უკაცრესად ისჯებოდა. და აი პირველი რაც მოიტანა ქრისტემ, ამ კანონებზე მაღლა დააყენა სიყვარული. ანუ პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქრისტემ მოიტანა ჩვენთვის ახალი, აი ხო არის ძველი აღთქმა ქრისტემდე, ახალი აღთქმა ქრისტეს შემდეგ. აი პირველი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაც ქრისტემ მოიტანა, სიყვარული ყველაფერზე მეტად დააყენა. და ასე გითხრა, აი ორ მთავარ მცნებას გეტყვით და ამ ორ მცნებაში ჩატეულია მთელი სიცოცხლეო. პირველი ის, რომ გიყვარდეთ ღმერთიო და მეორე ის, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი. და თან ნახეთ როგორ თქვა, ისე გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. ისმის შეკითხვა, როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენ, ანუ როგორ შეგვიყვარა ქრისტე ღმერთმა. პასუხი ძალიან თვითცხადია. თავგანწირვით შეგვიყვარა ღმერთმა. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი ცოდვების გამო ის მოკვდა, ჩვენი ცუდის აქციელის გამო ის იტანჯა და აღესრულა. და შენ ამით მოგიტანა შვება და მოგცა იმის შანსი, რომ შენი დაკარგული სამოთხე დაიბრუნა. ნახეთ რა საინტერესოა. აი წარმოუდგენლად საინტერესოა. და ნახეთ და მეორე განსაკუთრებული კიდევ მოგცა შანსი, რომ მიუტევოთ ერთმანეთს ცოდვები. აი რამე რო შეეშლება ადამიანს, ადრე არ იყო ეს მიტევება. აი ახალი ზუსტად მოიტანა პირველი სიყვარული, მეორე მოიტანა მიტევება, ანუ პატიება. მერე რა, ადრე მაგალითად თუ ვინმე დაარღვევდა კანონს, უნდა დასჯილიყო სიკვდილი, თუ მკაცრესად. ახლა რა მოიტანა, ესე იგი, დღეს შეგვიძლია, ჩვენ თუდად კი მოვიქეცით, მაგრამ მივიდეთ და უთხრათ, რომ აი ჩემო ნინო, ძვირფასო ნინო კანთელაშვილს მიმართავ, აი მე არასწორად თუდად მოგეკეცი, დაგეყვირე, გაობრაზდი, განვისვი და თუ შეგიძლია შემიდე, მაპატიე. ნახე, ოკეი, ამის უფლება მომცა ქრისტემ, რატო იცი?
მან ხო ჩემი ცუდად მოქცევა, ჩემი ცოდვა ხო ჯვარზე გააკრა. და ნინოს უფლება არ აქვს მითხრას, მე არ გაპატიებო, იცით? რადგანაც ნინომ ხო არ გააკრა ჯვარზე ჩემი ცოდვა. ქრისტემ გააკრა. ანუ ჩვენ ნახეთ რა საოცარი რამეა. ჩვენ უფლება არა გვაქვს თუ ცუდად მოიქცა ვინმე და გვითხრა რომ შემინდე მაპატიე ცუდად მოვიქეცი, ჩვენ უფლება არ დაგვიტოვა ღმერთმა რომ უთხრა არა შენ ამას ვერ გაპატიე. ეს ნიშნავს რომ შენ ღმერთის შესახებ ჯერ არაფერი გაკითი. ამიტომ ნახეთ მამაო ჩვენოში ყველაზე მთავარი მუხლი ეს არის და ისე გაპატიებთ მე თქვენ ცოდვებს ჩემს წინაშე ჩადენის, როგორც თქვენ აპატიეთ ვინ თქვენს წინაშე ცუდად მოიქცა იმათ. ნახეთ რას ნიშნავს? აი თქვათ ვინმე ცუდად მომექცა, მაგრამ არ პატიობ იმას. არა, ის გავჯიუტდი და მოკლედ არ გაპატიებ ეუბნები. და როდესაც მე ქრისტეს წინაშე წავდგები, ქრისტეც მეტყვის, შენ ხო იმ კაცს არ აპატიებ. ამიტომ მეც ამ ცოდვებს ვერ გაპატიებ. და არა და ჩვენ ხო ამაზე შევთანხმდით, რომ ყველა ცოდვილი ვართ, ჩემო ძვირფასებო, უცოდველი არავინ არ არის. აქედან გამომდინარე ნახეთ, მე თუ არ ვაპატიებ ნინოს, ხო, გამოდის რომ მე ქრისტე არ მაპატიებს, ანუ მე თვითონ ვიძახი რომ არა, მიჩემია ჯოჯოხეთში წავიდე, ოღონდ ნინოს არ ვაპატიებ. ნახეთ, როგორი ესე იგი ადვილი გასაგები გამოდის ეგრე რომ ესე იგი ეს განსაკუთრებული ცნება დაგვიტოვა. რა თქმა უნდა, პირველი სიყვარული და მეორე როგორი სიყვარული, კიდევ თავგანწირული სიყვარული და მეორე მიტევება. ჩვენ უკვე ამაზე ვისაუბრეთ, რომ შეუმცდარი არავინ არის, ყველას გვაქვს ჩვენი ცოდვები, მაგრამ ადამიანი უნდა გადარჩეს სინანული. გახსოვთ, ივანე ნათლისმცემელიც რას მოუწოდებდა? შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულია სასუფეველი ღვთისაო. ეგრე რომ ვისაც სამოთხეში მოხვედრა უნდა, ერთადერთი გზა რჩება სინანულის. რისი სინანულის? თავისი ცუდად მოქცევის, თავისი ესე იგი არასწორი ქმედების. და აი თავისი თვისთა ცოდვათ, აი ჩემი ცოდვების გამო სინანული. და მე თუ დავაკვირდები კარგად, ჩემო ძვირფასებო, ჩემ თავს, აღმოვაჩენე როგორც არ უნდა კარგად სწავლობდე, კარგად ვიქცეოდე, დედიკოს არ ვაბრაზებდე, მასწავლებელთან კარგად ვიქცეოდე, მიუხედავად ამისა, ადამიანს მაინც აქვს ცოდვები. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მაინც ქრისტემ რაც მოიტანა, ყველაზე საოცარი, ყველაზე უცნაური, ყველაზე ესე იგი ადამიანებისთვის მიუღებელი იყო ის, რომ ესე იგი შეიყვარეთ თქვენი მტრებიო. ადრე კანონებში სხვანაირად იყო. ვინც კარგად მოგექცეო და კარგად მოექეციო, ვინც ცუდად მოგექცეო, შენ შესაბამისი პასუხი დაიცავი თავი და რა თქმა უნდა გაუსწორდი იმა. და ეხლა ყველაზე მთავარი, აი ანალოგიური ასეთი ამაღლებული სიყვარული თელს დედამიწის ზურგზე ოდნავათაც მიმსგავსებული არსად არ არსებობს. მოულოდნელ რაღაცას გეუბნებ. ჩვენთვის ყოველად მიუღებელსაც მე ასე ვიტყოდი, რომ ქრისტიანი ამით განირჩევაო. აი მაგალითად რა თქვა, თუ კარგად მოგეცაო და შენც კარგად მოექცი, ესე რა არის? ქრისტიანი კი ყველა ადამიანი მასე იქცევაო. და თუ ცუდად მოგექცა, ცუდად მოექცი. ეგ არაფერი ქრისტიანო. აი დღეიდან ქრისტიანობა ჩაითვალოს ის ნამდვილ ქრისტიანად, ვინცო სხვა რო ცუდად მოგექცევა, შენ მაინც გიყვარდეს და ცუდად არ მოექცევ. დაგარტყავს, მეორე ლოყა მიუშვირეო. შენზე ცუდი თქვა, შენ მაინც კარგი თქვი. ნახეთ რა საოცარი რამე მოგცა. და აი ამ ყველაფერს ჩემო ძვირფასებო, ოღონდ უნდა უძღვნიდეთ ღმერთს. აი თუ მე ღმერთს არ უძღვნი და ისე ვაკეთებ, ხო ამას, მაშინ ამას მადლი და წყალობა და ძალა არ აქვს. აი თუ დამარტყა, მაგრამ მე მეშინია რომ დამარტყას, ესე იგი მე რომ დავარტყა,
უკვე მომკლავს და ამიტომ არ უთხოვ შიშის გამო. ეს არ არის მას. აი თუ დამარტყა და ვითმენ, იმიტომ რომ შემიძლია მეც დავარტყა, მაგრამ ქრისტე ღმერთი გამახსენდა, რომელმაც თქვა, რომ მიუტირე და აპატიე. ჩემზე ცუდი თქვა, ცუდად მომექცა, რაღაცა, ესე იგი, ბოროტება ჩაიდინა ჩემს წინაშე, დარწმუნებით ვიცი. მაგრამ აი მოვიდა დრო, ეხლა მე როგორ მოვიქცე და მე როგორც ქრისტემ მითხრა, ესე ქრისტეს გამო ვაპატი ამ ადამიანს და იცი პირველი როგორ კეთდება. ეს თავიდანვე ესე სიყვარული ძნელია ადამიანი, რომელიც ცუდად ექცევა. ხო და ამიტომ პირველად არ შეიძლება, იცი, არ დაუბრუნო ჯერ. დაგარტყა, მაგრამ არ დაუბრუნო. დიდხრა ცუდი, ხო? არ დაუბრუნო ცუდი სიტყვა. ეს არის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპზე უკვე ქრისტიანი ხომ და ლოცულობდეს და აი შენ მტრებს უკვე ლოცვაში ახსენე. ანუ ღმერთს ევედრები შენ მტერზე, რომ ღმერთო ხელი მოუმართე და გამოაფხიზლე და გონება მიეცი და ქრისტიანული სულისკვეთება მიეცი, რომ ესე იგი სწორად მოიქცეს, გამოფხიზლდეს. რომ ასე ცუდი, ესე იგი, უღმერთოდ აღარ იცხოვროს, რომ მოვიდეს ეკლესიის წიაღში, რომ ადამიანებს ცუდად აღარ მოექცეს. აი ეს არის საოცრება, რომელიც ესე იგი განასხვავებს ყველა სხვა სწავლებისგან ქრისტიანულ სწავლებას და ამაში არის ზუსტად ქრისტეს ქადაგების ყველაზე მთავარი არსი. დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი დაიბადა ქალაქ ნიკომიდიაში. დიდებული და გავლენიანი წარმართის, ევსტორგეოსისა და კეთილმსახური ქრისტიანი ქალის, ევბულას ოჯახში. ახალშობილს პანტელეონი, ანუ ყოვლად ლომი დაარქვეს. დედა, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის სასოებით ზრდიდა შვილს, ადრე გარდაიცვალა. ხოლო მამამ პანტელეონი სამკურნალო ხელოვნებაში დასაოსტატებლად მიაბარა ეფროსინეს, კურნალთა მთავარს. გამორჩეული ჭაბუკი მასწავლებელს ყოველთვის თან დახავდა ხოლმე სასახლეში. აქ იმპერატორმა მაქსიმიანემ შენიშნა იგი. მოიხიბლა და ეფროსინეს უბრძანა. სწრაფად განესწავლა ნეტარი, რადგან მისი პირად მკურნალად დადგენა ჰქონდა გადაწყვეტილი. სასახლისაკენ მიმავალ პანტელეონს გზად ერთი პატარა სახლის წინ უნდა ჩაევლო, რომელშიც ქრისტიანი ხუცესი ερμოლაოზი ცხოვრობდა. ερμოლაოზმა სულით იგრძნო, რომ ეს ჭაბუკი ღვთის რჩეული ჭურჭელი გახდებოდა. ერთ დღეს შინ შეიპატიჟა და ჭეშმარიტი სარწმუნოება უკადაგა. კეთილი თესლი კეთილ ნიადაგში მოხვდა. პანტელეონმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ერთხელ სახლისაკენ მიმავალმა პანტელეონმა გზად მკვდარი ბავშვი დაინახა, რომელიც შხამიან გველს დაეგესლა. თავდაპირველად მას შეეშინდა, მაგრამ მალევე გამხნევდა, თვალების ზეცად აღაპყრო და წარმოთქვა. ჰოი, უფალო იესო ქრისტე, უკვე თუ სათნო გიჩს, რაითა ვიყო მსახურ შენდა და ღირს წოდებისა შენისა, აღდეგინ აც უკვე ყრმა იესე, სახელითა შენითა. ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე ბავშვი ფეხზე წამოდგა, გველი კი გასკდა და მოკვდა. მაშინ პანტელეონმა მადლობა შესწირა ღმერთს. მყისვე გაეშურა ερμოლაოზისკენ.
მის წინ მუხლებზე დაეცა და სთხოვა მოენათლა. წმიდა ხუცესმაც ყოვლა წმიდა სამების სახელით მონათლა ნეტარი. ამის შემდეგ პანტელეონმა მადლმოსილის სიტყვითა და მახვილგონივრული შეკითხვებით წარმართული ღვთაებების რწმენა შეურყია მამას. ერთხელაც პანტელეონთან ბრმა მოიყვანეს. მან მაცხოვრის წმიდა სახელის მოხმობით თვალი აუხილა ბრმას. რომელსაც ქალაქის ყველაზე დახელოვნებულმა ექიმებმაც კი ვერაფერი უშველეს. ევსტორგიუსმა აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა. მამის სიკვდილის შემდეგ წმიდანმა მონები გაათავისუფლა. მემკვიდრეობით მიღებული ქონება კი გლახაკებს დაურიგა. იგი დადიოდა საპყრობილეებში და ნუგეშს სცემდა პატიმრებს. სნეულებს კი ემსახურებოდა და ქრისტეს სახელით კურნავდა. თან ნივთიერადაც შეეწეოდა. ქალაქის მკვიდრნი სხვა ექიმებს ტოვებდნენ და პანტელეონისკენ ისწრაფოდნენ. ისიც ღვთის მადლით მრავალ სასაულს აღასრულებდა. შეშურდათ სხვა მკურნალებს პანტელეონის და დაბოღმილებმა იმპერატორ მაქსიმიანეს აუწყეს, რომ მისი რჩეული ქრისტიანი ტუსაღების მოსანახულებლად დადიოდა და მათი ღმერთების მგმობელებს ვიღაც ქრისტეს სახელით კურნავდა. მეფემ მოაყვანინა პანტელეონი და ბრალდების გაქარწყლება მოსთხოვა. წმიდანმა კი ახოვნად აღიარა ქრისტიანული სარწმუნოება და მეფეს შესთავაზა. უბრძანე მომაკვდავი მოიყვანონ და ეს შენმა ქურუმებმა თქვენს ღმერთებს მოუხმონ და მისი განკურნება სცადონ. მე კი ჩემი ღმერთის ყოვლადწმიდა სამების მიმართ ვილოცებ. მაშინ ნათელი გახდება, ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც უნდა ადიდოთ. მეფე დათანხმდა. მოიყვანეს დავუდომილი. ქურუმები დიდხანს უხმობდნენ თავიანთ ღმერთებს, მაგრამ მათ პასუხს არავინ სცემდა. მაშინ მეფემ თქვა: ილოცე პანტელეონ და ვნახოთ. პანტელეონმა ილოცა. შემდეგ აიღო განრღვეულის ხელი და ხმამაღლა წარმოთქვა: უფალი იესო ქრისტეს სახელით ადეკ და განმრთელდი. განრღვეული მაშინვე ადგა. განრისხებულმა მაქსიმიანემ უფლის რჩეულს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, მაგრამ მუქარამ ვერ მოტრიკა ნეტარი. ამ სასაულის დანახვაზე მეფე განრისხდა და პანტელეონის წამება ბრძანა. გაშიშვლებული მოწამე ხეზე ჩამოკიდეს. სხეული რკინის კაუჭებით დაუფლითეს და სანთლებით დაუწვეს. პანტელეონს უფალი გამოეცხა და დაუთხრა: ნუ გეშინია, მე შენთან ვარ. ჯალათებს ხელები მაშინვე მოუდუნდათ და სანთლებიც ჩაქრა. მეფემ ეს რომ დაინახა, ბრძანა დიდ ქვაბში კალა დაეთნოთ და მოწამე შიგ ჩაეგდოთ. მაგრამ ცეცხლი მაშინვე ჩაქრა. კალა გაცივდა და პანტელეონი უვნებელი დარჩა. მეფემ ვერც ეს სასაული გულისხმაყო და ბრძანა მოწამისთვის კისერზე დიდი ქვა მოებად, ზღვაში გაეყვანათ და დაეხრჩოთ. მაგრამ პანტელეონს კვლავ უფალი გამოეცხადა. ქვა შეხსნა და ხელჩაკიდებული ნაპირზე გაიყვანა. დაბრმავებულ ტირანს ამჯერადაც არ უნდოდა ამ სასაულში ღვთის ძალა დაენახა
და სატანჯველს ერთმანეთის მეყოლებით იგონებდა. მაგრამ ვერც მხეცებმა, რომლებთანაც მოწამე ჩააგდეს, ვერც ბასრკბილანებიანმა ბორბალმა ვერაფერი ავნო. მაშინ მეფემ პანტელეონის ქალაქიდან გაყვანა, თავის მოკვეთა და სხეულის დაწვა ბრძანა. პანტელეონი ზეთისხილის ხეს მიაბეს. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მას მახვილი დაჰკრა, მაგრამ რკინა ცვილივით გაიღუნა და მოწამეს ვერაფერი ავნო. ამ დროს ზეციდან ხმა გაისმა. ამიერიდან არღარა გეწოდოს შენ სახელი პანტელეონ. არამედ პანტელეიმონ იყოს სახელი შენი, რომელ არს ყოვლად მოწყალე, რამე თუ იყავ ყოველთა კაც და მოწყალე, და შენ იყავ ნავთსაყუდელ მყუდრო, რომელნი მოივლტოდიან შენდა, და ჭირვეულთა შემწედა განწირულთა ხელის ამპყრობელ და ბოროტთა სულთა განდევნელ. სასაულით შეძრულმა მხედრებმა ირწმუნეს ქრისტე და უარი განაცხადეს სასჯელის აღსრულებაზე. ქრისტეს მარტვილმა კი მიუგო, თუ ბრძანებას არ შეასრულებთ, ჩემი ქრისტესგან წყალობას ვერ მიიღებთ. მაშინ ერთ-ერთმა აიღო მახვილი და წმიდანს თავი მოჰკვეთა. წმიდანის ცხედარი თოვლივით განსპეტაკდა. ჭრილობებიდან სისხლის ნაცვლად რძე გადმოდინდა, ხოლო ზეთისხილის ხე კენწეროდან ძირამდე ნაყოფით დაიხუნცლა. ამ სასაულის მრავალმა მხილველმა ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი. ქრისტიანებმა წმიდანის სხეული პატივით მიაბარეს მიწას. ავადმყოფობისას ადამიანები მრავალ წამალს ყიდულობენ და სვამენ, მაგრამ ცოტამ თუ იცის ეს უმთავრესი წესი. ყოველგვარ წამალზე ადრე ლოცვითი სარგებლე. ღვაწლით შემოსილო, წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, არათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა. გამარჯობა. აბა რა ვსვით? ლაზარეს შესახებ ვიცი, რომ რაც იგი ჯოჯოხეთში მოხდა და მკვლელით აღდგა, მას აღარ გაუცინია არასოდეს. აბა რატომ არ გაუცინი? აბა ვინ იცის ეს? აბა რადგან ჯოჯოხეთი ისეთი რამაა, რა, ადამიანები იქ იტანჯებიან, აი ძალიან დიდ კივილს იღებენ და იტანჯებიან ჯოჯოხეთში. ჯოჯოხეთში რა ხდება? როგორ არიან იქ სულები? იტანჯებიან. სიათ, წყურიათ, ხო? კი. სხელად იწებიან, ხო? წყალი არ აქვთ, უწყლოდ იხჩობიან, ხო? ხომასია. იქ ტანჯვა არის. და კიდევ რა გქონდაო, აბა პირში რის გემო გქონდაო, რომ არ იცინოდაო, ყოჩაღ შენ, გიორგი. ყოჩაღ რა კარგად თქვი, რომ მთელი ცხოვრება ნამდვილად არ გაუცინია. წარმოიდგინე, როცა სასაცილო იყო, რაღაცა ხო, ოდნავ გაიღიმებდაო და გაახსენდებოდაო ჯოჯოხეთის ამბავიო. და ისევ დაღვრემილი იყო. ხო და კიდევ აბა ვინ იცის, ვინ მეტყვის, აბა პირში რის გემო გქონდა, ეგაც რომ ახსენებდა. აი ლიზა ანან როსტიაშვილი ამათ ჩავურთავ. აბა ანანო როსტიაშვილი, აბა გოგირდის მომქონდა პირში. ის იქიდან გამოყოლები, ხო, ჯოჯოხეთიდან გამოყვა მას. გოგირდის გემო. გოგირდს აქვს ძალიან ცუდი გემო. აი მე ღვინოს დაყენების დროს და აი სუნსაც რომ ოდნავ რომ ზედმეტად ჩაიხნოსო, თვითონ მომწამლელი არის და არასასიამო გემო აქვს და დიდხანს რჩება და აი ეს გოგირდის გემო ახსენებდა პირდაპირ ჯოჯოხეთს და ეს უწეღანავს ვთქვით და გავმეორდები რომ ჯოჯოხეთიდან პირველი ლაზარი ამოიყვანა იესო ქრისტე
ის მერე კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა, თუმცა თვითონ ლაზარეს აღდგინების ფაქტია ბავშვებო ისეთ მნიშვნელოვანი თვითონ ერთი ჩახედოთ აქ ხართ ხო რაოდენობა არიან ბავშვები ყველას მოგესალმებით გილოცავთ ამ დღეს გილოცავთ ხვალ უკვე არის იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში და ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული ანუ რომელიც უძღვის აღდგომის ანუ ნებისმიერის წინ ხდება ეს ყველაფერი ეს იმისთვის ხდება რომ ნახეთ იესო ქრისტემ აჩვენოს თავისი დიდებულება როგორც ანუ ნახეთ ეხლა ნების კვირა რომ მოდის ამ პერიოდში უკვე იესო ქრისტე შეიძლება ითქვას ასრულებს დედამიწაზე თავის მოღვაწეობას ეს იქნება ბოლო მომენტი ხო ბოლო ასე თქვა დღეები სადაც ის გამოაჩენს თავის სიყვარულს ბოლომდე ასე თქვა დაამტკიცებს ადამიანების მიმართ და ევნება ასე თქვა და მოკლავენ მას როგორც ეუბნება თავის მოციქულებს ხშირად სახარებაში ახსენებს არის მოყვანილი ეს ეპიზოდები სადაც ახსენებს რომ მე ავალ იერუსალიმში სადაც მღვდელმთავრები და ფარისევლები ანუ ამ შემთხვევაში მღვდელმთავრებში და ფარისევლებში იგულისხმებიან ის ებრაელები რომლებიც არიან ასე ვთქვათ მოღალატეები თავისი ქვეყნის თავისი ერის ისინი არიან რომაელებთან შეკრული მათ ისინი ასე ვთქვათ რომაელებისგან იღებენ რაღაც გარკვეულ თანხებს და მათ არ უნდათ რომ ეს თანამდებობები დაკარგონ შესაბამისად იესო ქრისტეს წუხილი სწორედ იმის გამო რომ ებრაელები არიან წარმართ რომაელების მონობაში და მათგან გათავისუფლება უნდა ასე ვთქვათ იესო ქრისტეს მაგრამ ებრაელები ასეთ რამეს ამბობენ და ეს ასე ვთქვათ ფარისევლები ასეთ რამეს ამბობენ რომ ერთი კაცი მოკლათ ჯობია ვიდრე მთელი ერი მაგის ჭყვაზე გადავიდეს და ამას ამბობენ მაშინ როცა უკვე ლაზარეს აღდგინება იხილეს და როცა ლაზარე აღადგინა იესო ქრისტე 4 დღის მკვდარი მაშინ ებრაელები ისე გამწარდნენ რომ ესეთი რამე თქვეს რომ მოდიო წავიდეთ ახლა ჩვენო და მოუკლათ იესოцо და მოუკლათ ლაზარეცო ამ წარმოგიდგენიათ რომ იესო ქრისტემ ლაზარე იმისთვის აღადგინა რომ იქ ებრაელებიც ესწრებოდნენ ამას იქ ძალიან ბევრი ხალხი იყო ასე თქვა შეკრებილი იმიტომ რომ იერუსალიმიდან ახლო იყო ის ბეთანია ეს არ არის შორს ასე თქვა და მოსული იყვნენ არა მარტო ბეთანიელები არამედ იერუსალიმიდანაც იყვნენ ხალხი მოსული რომ გაიგეს მართა და მარიამის ძმის გარდაცვალება იმიტომ რომ უყვარდათ ეს ოჯახი ძალიან და შესაბამისად ძალიან ბევრი ხალხი იყო შეკრებილი და იესო ქრისტეც შეგნებულად აგვიანებს რომ არ მივიდეს და მოხდეს ის დიდი სასწაული რაც უნდა იხილოს ანუ უნდა იხილოს ყველა ებრაელმა უნდა ნახოს ყველა იქ ყოფმა ადამიანმა რატო რისთვის ხო შეეძლო იესო ქრისტეს ეთქვა სადაც იყო თქვათ იმ ადგილზე სადაც იყო ეთქვა იესო ქრისტეს ესეთი რამე რომ იცი რა ისა განიკურნოს რა ლაზარე მიყვარს მე კაი კაცია ის ხო შეეძლო რომ იესო ქრისტეს ყველაფერი შეუძლია რომ ითხოვდა სიტყვას და განიკურნებოდა ლაზარე მაგრამ ნახეთ რას ამბობს ორი დღეო კიდე დააყოვნა იქ სადაც იყო რო უთხრეს ამბავი იმის ამბავი რომ ლაზარე ცუდად არისო და მაშინ თქვა რომ ჩემმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინაო და თუ დაიძინაო თავისმა მეგობრ ანუ მოციქულებმა უთხრეს თუ დაიძინაო მაშინო გამოჯამთელდებაო ესე იგი ჩვენ ხო ვიცით რომ როცა ადამიანი თქვა დავად არის ან სიცხე აქვს რაღაცა მას არ ეძინება უჭირს ძილი ამ შემთხვევაში ვიცით რომ ძილი არის ესეთი მდგომარეობა როცა ადამიანი უკვე კარგად ხდება და არაო იესო ქრისტემ უთხრა რომ ჩემი მეგობარი ლაზარე მოკვდაო ამ შემთხვევაში ძილი იმიტომ თქვა იესო ქრისტემ რომ ნახეთ ჯერ თქვა დაიძინაო და მერე თქვა მოკვდაო რატო თქვა დაიძინაო იმიტომ რომ ღმერთისთვის არ ხდება არავის სიკვდილი ადამიანი ეძლევა ძილს იმიტომ რომ ჩვენც მე ამას ყოველთვის ყველას ვეუბნები და ვიცით რომ ჩვენი ცხოვრებაც არის როგორ ყოველ დღე ჩვენ გვკვდებით და ყოველ დღე ვიღვიძებთ იმიტომ რომ როცა ვიძინებთ ჩვენ ხო არ ვიცით რა ხდება ძილის დროს ამ დროს ხდება რა ძილში ჩვენ ფაქტობრივად ვართ ესე მინდობილი ღმერთზე ხო რომ სული ჩვენში არის იესო ქრისტე ანუ ღმერთის მოცემული სული რომელიც ჩვენ გვაცოცხლებს და გვიცავს ჩვენი მფარველი ანგელოზი და ღვთის სულით რომელიც მაცოცხლებელი სული რომელიც ჩვენში არის უთავი სული ის ახდენს ასე თქვათ
კონტროლს ჩვენს სხეულზე, ხო? შესაბამისად, ჩვენ ძილის დროს არ ვიცით არაფერი და მკვდარი ვართ, ხო? ანუ მოწყვეტილი ვართ ყველანაირ ასე თქვა სამყაროს. ამიტომ ნახეთ რა ხდება ამ შემთხვევაში იესო ქრისტე ამბობს ეს რომ დაიძინა, იმიტომ რომ ღვთის წინაშე არავინ არ კვდება. და მერე გამოჩნდება, როცა მას მართა და მარიამი შეეგებებიან და მოხდება ეს დიდი სასწაული, იქაც ამბობს უფალი ეუბნება პირდაპირ მართას და მარიამს, რომ იცი რა, თუ გჯერავს ჩემი მორწმუნე, უკვე თუ მოკდეს ცხონდესვეო. ანუ ნახეთ, ჩემი მორწმუნე, ანუ იესო ქრისტეს მორწმუნე, თუნდაც მოკდეს, ის ანუ სულით არასოდეს არ მოკდება. ანუ ის ცოცხალი იქნება უკუნისამდე. ამიტომ ამას ამბობს იესო ქრისტე, ამას ეუბნება თავის მოციქულებს, მათ იციან რომ უნდა მოხდეს რაღაცა და რამდენჯერ მე აქვს იესო ქრისტეს ნათქვამი ის რომ იცი რა, ეხა მე უნდა გამაკრან ჯვარზე, უნდა მომკლან და თლად ბოლომდე ვერ იგებენ ამას. თუმცა მანამდე რაღაცეები უნდა მოხდეს იმისათვის რომ ამათ შეგნებაში დამკვიდრდეს ისეთი შეხედულება რომ აი ჩვენ ნამდვილ ჭეშმარიტ ღმერთთან გვაქვს საქმე. და ნახეთ, სწორედ დიდებით შესვლა იერუსალიმში, რომელიც ახლა ხვალ არის დღესასწაული, ამას უკავშირდება, რომ იესო ქრისტე ლაზარეს აღდგინებით უკვე პირდაპირ აცხადებს მის ღმერთკაცობას. ნახეთ, რას აკეთებს ბავშვებო, რომ მოდის იესო ქრისტე, მას შეხვდებიან მართა და მარიამი, პირველად მართა შეხვდება და ეუბნება ესწრებს, რომ იცი რა, შენ აქ ყოფილიყავი, ჩემი ძმა ლაზარე არ მოკვდებოდა. და ხო გჯერა რომ სიკვდილი არ არსებობს, ეუბნება, ის ხო აღსგება მკვეთით. კი, ვიცი რომ აღსდება მკვეთით, ოღონდ უკანასკნელ დღეს. ანუ უკანასკნელ დღე არის მეორედ მოსვლის შამი, როცა ყველა ადამიანი აუძღებით მკვეთით, როცა მოვა იესო ქრისტე მეორედ მოსვლა. და არაო, თუ გჯერავსო, ჩემთვისო, ყველაფერი შესაძლებელია ღვთისგანო. ანუ თუ სარწმუნოება გექნებაო, ღმერთსო, ყველაფერი შეუძლიაო. ამ წუთას შეიძლებაო მისი სიცოცხლე. და ახლა წარმოუდგენელი იყო 4 დღის მკვდარიაო და 4 დღის მკვდარი როგორ უნდა ამსგარიყო. წავიდა თავის დასაც მოუწოდა და თავის და როცა წამოვიდა იესო ქრისტესთან შესახვედრად, მას გამოყვნენ იქ ებრაელები, რომლებიც მის სახთან იყვნენ შეკრებილები, ასე თქვათ, სამძიმარზე. მისულები, რომლებიც უთანაგრძნობდნენ და ანუგეშებდნენ ძმის გარდაცვალების გამო და ეგონათ რომ წავიდაო საფლავზეო, რათა იტიროსო და იგლოვოსო და გამოყვნენ ყველა იქ და ყველა ეს ადამიანი, ვინც იქ იყო შეკრებილი, აღმოჩნდა იესო ქრისტეს ირგვლივ. იმ მომენტში საფლავთან ახლოს. და როცა მოვიდა მარიამაც იგივე გაიმეორა და უთხრა რომ ესეო შენ რო არ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ლაზარე. და შენ არ გჯერავსო და მე შეწუნდაო, ასე თქვა, ცოტა გაბრაზდა კიდევაცო იესო ქრისტეო, რომ რაზე და დაიწყო ტირილი. და რატო ტირის იესო ქრისტე? აქ მე ებრაელებმა თქვეს ესეთი რამეო, რომ ნახეო როგორ უყვარდაო, ისეთი მეგობარი იყო, იმისიო რომ ძალიან უყვარდაო და მაგის გამო ტირისო. და ზოგიერთმა ესეთი რამეს თქვაო, რომ ბიჭო, ამაზე დიდი სასწაულიც მოუხდენიაო და ნეტაო, რატო არ მოვიდა და რატო არ განკურნაო? მანამ სანამ გარდაიცვლებოდა. ხო იცით, ადამიანების დამოკიდებულება ზოგი რას ამბობს, ზოგი რას ამბობს. ამიტომ ნახეთ, ჩვენც ესე უნდა მივბაძოთ, ანუ რას ვიც სწორად ფიქრობს. ჩვენც ასე არ უნდა ვილაპარაკოთ, ღმერთი ისეთი, ასეთი, არა. ღმერთი როგორიც არის სინამდვილეში, ისეთი უნდა ვიცოდეთ. ჩვენ ჭორებს და რაღაცებს არ უნდა ავყვეთ. ამისთვის არსებობს სახარება, სწორედ ამისთვის დაწერეს მოციქულებმა სახარება და ამისთვის გადმოგცეს, რომ ჩვენ სწორად ვისწავლოთ. ამიტომ არის მართლმადიდებლობა უცდომელი რელიგია, შეიძლება ითქვას ასე ამ სიტყვით, რომ ეს არის მაცხონებელი და გადამჩენელი რელიგია. სხვა დანარჩენი სწავლება არის ყოველთვის ადამიანისთვის დამღუპველი. და ნახეთ, რას აკეთებს იესო ქრისტე? გაბრაზდა და ტირის. რას ტირის იესო ქრისტე? ბავშვებო, იცით ამ შემთხვევაში? განა მარტო იმას ტირის, რომ თავისი მეგობარი ლაზარე გარდაიცვალა. მან ხო იცის, რომ ეხა ლაზარე უნდა გააღვიძოს. ლაზარე უნდა აღადგინოს და მაშინ რა გაატირებს? არა, ამ შემთხვევაში ლაზარესაც წდება გული, ლაზარეც სიკვდილით აწუხებს და ყველაზე ერთ-ერთი მთავარი მომენტი არის ის, რომ ლაზარე ამ დროს ჯოჯოხეთშია.
რატო იცით? სანამ იესო ქრისტემ მკვდრეთით არ აღსდგა, მანამდე 64-ის კარი გაღებული არ იყო. და არავის არ შეეძლო ისეთ ადგილზე ყოფილიყო, სადაც იქნებოდა მოსვენება. არა, ყველა ადამიანი სული ჯოჯოხეთში იყო. აი თქვენ რასაც საუბრობთ, ის წინსრებით იყო ნათქვამი, რომ აი რა იცით ლაზარეზე. რა იცით და ის იცით, რომ ლაზარე იყო ჯოჯოხეთში, ლაზარეს შემდეგ რო აღსდგა, არ გაუცინია, იმიტომ რომ ჯოჯოხეთი რო ახსენდებოდა, არ უნდებოდა სიცილი. და ჯოჯოხეთიდან გამოყოლილი ის ტკივილი და ის განცდა გოგირდის გემოს სახით დარჩა მის ცხოვრებაში ყოველთვის და ეს იყო, ხო? ამიტომ ნახეთ, ამასაც ტირის იესო ქრისტე, რომ არა მარტო ლაზარე, არამედ სხვა ადამიანებიც მის რომელიც უყვარს ღმერთს, ყველა უყვარს, ხო? რაღაცა ნაწილი ჯოჯოხეთში არიან და ის ნაწილი, რომელიც მას უყურებს თვალებში, მასთან ერთად ცხოვრობს, ხედავს მის სასწაულებს და ნახეთ, ყველაზე ის რა არის, უხსნის, უმტკიცებს ყოველთვის საქმით ყველას იმას, რომ ის არის ღმერთი, მაგრამ ეს ადამიანები მაინც არ უჯერებენ მას. ნახეთ, ეს არის ჩვენი ურწმუნოება, ბავშვებო, რომ როცა ჩვენ ვხედავთ, რომ იესო ქრისტე ჩვენთან არის, როცა ჩვენ მივდივართ ზიარებაზე, როცა აღსარებაზე ვამბობთ, ჩვენ ცოდვებს პატიოს და მაინც რო არ წამს ზოგიერთ ადამიანს. ჩვენ რამდენ რამეს ვიკეთებს ღმერთი, ხო? როგორი ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ ღმერთი ამდენ სიკეთეს გვიკეთებს და ჩვენ კიდე უმადურები ვართ. აი ამის გამო ტირის იესო ქრისტე, რომ ნახე, მე ამათთან ვარ, თქვენთან ვარ და მე ეხლა ეს მიცვალებულიც უნდა გავაღვიძო, მაგრამ მე ტირის იესო ქრისტე იმას, რომ რატო არ ჯერავს ამ ადამიანების ღმერთის? რატო არ უნდა ამ ადამიანებს რომ ირწმუნონ ღმერთი? იმიტომ რომ თუ ღმერთს არ ირწმუნებს, სიკეთე არ გექნება. თუ ღმერთს არ ირწმუნებს, მშვიდობა არ გექნება. თუ ღმერთს არ ირწმუნებს, ადამიანი ის მკვდრეთით ვერ აღსდგება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აქ და იესო ქრისტე ატირდა, ძალიან შეწუხდა, შეხედა ამდენ უნუგეშო ადამიანს. და უნუგეშობა იცით რა არის, ბავშვებო? ურწმუნოება. ესე იგი ერთმანეთს ტირიან, მოთქვამენ, არაფერი გვეშველება, საწოდავი ლაზარე შენ რო აქ ყოფილა აყვედრიან. რატო არ იყავი აქ, გადარჩებოდა და ნახეთ რა შეუნება, რომ თუ გექნებათ სარწმუნოება, თქვენ ყველაფერი შესაძლებელია თქვენს მიერ. და გადაწიეთ ლოდიო, ამბობს. გადააგორეთო ეს ლოდიო. ლოდი იყო იმ საფლავზე მიგორებული, სადაც ესვენა ლაზარეს ნეშტი. და რა შეუბნება, იცი, მისი და? არა, ეწინააღმდეგება. ნახეთ, ადამიანური ბუნება რა არის? კიდე ეწინააღმდეგება იესო ქრისტეს. მით უმეტეს იცის, რომ მის თვალწინ ბევრი სასწაული აქვს მოხდენილი, მაგრამ კიდე არ უჯერებს. აი ურჩობა რა არის? არ უჯერებს. და ეს ეწინააღმდეგება, რომ რო ისაო, არა, უკვე აკროლებულია, კაცო, უკვე სუნი აზდისო, უკვე იხსნებაო და არ გადაციოთო, თორე შეგვაწუხებსო სუნიო რა. ანუ კიდე ადამიანურად ფიქრობს. კიდე თავისი შეხედულებით ფიქრობს. არ სწამს ბოლომდე, რომ შეუძლია იესო ქრისტეს ამის აღდგინება და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ იქ არავის არ წამდა ეგ. ვერავის ვერ წარმოედგინა, რომ იესო ქრისტეს ამას ეხლა ლაზარე გაცოცხლდებოდა. და სწორედ აი ამის გამო გააკეთა იესო ქრისტემ ეს, რომ იქ არცეთ რო არ წამდა. სუსტად ამიტომ დაუშვა ეს დიდი სასწაული, რომ ამ ურწმუნო ადამიანებს თავისი თვალით ეხილათ იესო ქრისტეს ძალისხმევა და მისი შესაძლებლობა. და ეტყვის ლაზარე გამოდიო. გადააგორებენ ლოცვა და ეტყვის ლაზარე გამოდიო და ადგება ლაზარე. აი ტილოებში შეხვეული, ხო წარმოგიდგენიათ, აი მუმიები ხო გინახავთ, თქვათ, როგორ არიან ტილოში შეხვეული ეს ამ ფილმებში რაღაცაში. აი ესეთი წესი იყო, სპეციალურად ახვევდნენ ტილოებში, რომ ბალზამს უსვამდნენ, რომ რაღაცა შეენარჩუნებინათ მისი სხეულის, ასე თქვათ, ცოტა ხანს მდგომარეობა. და გამოვიდა და მიეხმარეთო და მოიხსნა ის და დაждდა იესო ქრისტესთან ერთად და მასთან ერთად ჭამდა საჭმელს. ანუ ნახეთ, მოხდა ის, რაც არასოდეს არ მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში. მოხდა ის, რომ იესო ქრისტემ წარმოაჩინა თავისი ღვთაებრივი ბუნება უკვე დიდებულებით იმ კუთხით, რომ 4 დღის მკვდარი აკოთებული ადამიანი გააცოცხლა. და იცით, გუშინდელ საკითხავებში რა ეწერა? სპეციალური
ლიტურგიულ წიგნებში არის ესეთი ცისხლის სერობის სახურებაზე არის ესეთი მონაკვეთები, სადაც იკითხება ისტორია და ის განცდა რა მოხდა იმ მომენტში და იცით როგორ რაღაცებს წერენ მამები რომ აი ესე იგიო ჯოჯოხეთშიო როცა უკვე იესო ქრისტემ დაიძახა რომ ესაო ლაზარეო გამოდიო რა მოხდა ამ დროს ლაზარე როგორ გამოვიდოდა თუ მას სული არ დაუბრუნდებოდა და სული თუ უნდა დაბრუნებულიყო საიდან უნდა წამოსულიყო თუ არა ჯოჯოხეთიდან ანუ ჯოჯოხეთში იყო და ეშმაკებს ეჭირა მისი სული და ეშმაკებიო გაოცებული იყვნენო რა ხდება ჩვენ თავსო რასასწაული ხდებაო ეგეთიო აქ ჩამოსული ადამიანი უკან დაბრუნებული არ გვინახავს ხო და ერთმანეთს ეუბნებინანო რომ რაღაცასო ღმერთიო გვიმზადებს და ერთი სული გაატანა ჯობია ყველა არ წაიყვანო თავარია ყველა არ წაიყვანო და შეძრწუნდაო მთელი ჯოჯოხეთიო იმის ხილვითო რომ ჯოჯოხეთიდან ასე თქვა სულმა დატოვა ჯოჯოხეთიო რა წარმოგიდგენიათ რომ ეშმაკებისთვისაც ეს იყო უდიდესი ტრაგედია რომ მათ დაკარგეს ერთი სული მაგრამ ნახეთ ამაშია ზუსტად საქმე რომ იესო ქრისტეს როგორც ჭეშმარიტ ღმერთს შეუძლია ჯოჯოხეთიც კი შეძრას და გამოართვას სულები ეშმაკებს აი და იმიტომ იყო სწორედ რომ თვითონ ლაზარესაც კი უკვირდეს რომ დაბრუნდა და გაცოცხლდა კაცი ჯოჯოხეთიდან გამოიხსნა იესო ქრისტე ნახეთ რა მოხდა ბავშვებო სანამ იესო ქრისტე თვითონ მოკვდა და აღსდგა მკვეთრით მანამდე ეს ცოცხლად გააკეთა ლაზარეს შემთხვევაში ლაზარე ამოიყვანა აჩვენა კაცობრიობას ის რომ ღმერთს ყველაფერი შეუძლია და ზუსტად ამისთვის მოვიდა რომ ყველა გაჭირებული ანუგეშოს ყველა სასოწარკვეთილი ანუგეშოს და ის ურწმუნო ადამიანები რომელსაც ღმერთის არ წამს აჩვენოს მას ღვთაებრივი დიდებულება და აი ნახეთ აჩვენა მას ღვთაებრივი დიდებულება ყველას აჩვენა რომ მათ თვალწინ აღსდგა 4 დღის მკვდარი ადამიანი აჩვენა ეშმაკებს რომ იესო ქრისტე არის ნამდვილი ჭეშმარიტი ღმერთი დედამიწაზე მოსული რომელმაც ხელიდან წაართვა ლაზარეს სული დააბრუნდა ლაზარეში და გააცოცხლა ის ამით ჩვენ იმასაც გვიმტკიცებს უფალი იესო ქრისტე რომ სულის გარეშე ხორცი არაფერს არ წარმოადგენს და სწორედ ის სულია მისი მაცოცხლებელი და გადამჩენელი და სულის გარეშე ადამიანი ცოცხალი ვერ იქნება ნახეთ ყველაფერი აგვიხსნა შეიძლება ითქვას ყველაფერი დაგვილაგა იესო ქრისტემ აი თვალწინ ამ ყველაფერს ხედავდნენ ებრაელები ებრაელთა უმრავლესობა ამ დიდი სასწაულის გამო მოექცა ქრისტეს სარწმუნოებაზე მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას რაც გითხარით თავში რომ ებრაელთა ის ნაწილი რომელიც იყვნენ ფარისევლები მღვდელმთავრები ის ადამიანები რომლებიც ღალატობდნენ თავის სარწმუნოებას თავის ქვეყანას და იყვნენ რომაელთა მონობაში სწორედ ის კატეგორია აღმოჩნდა რომელსაც შეშურდა იმ დიდი ჭეშმარიტების რაც იესო ქრისტემ აღასრულა შეშურდათ არადა ნახეთ ბავშვებო რატო უნდა შეშურებოდათ ეხლა მე ერთ რაღაცას დავსვამ მარტივ შეკითხვას დავსვამ ხო და ყველა მიხვდებით აი მაგალითად ის ადამიანი რომელიც არის თქვა შენი სოფლელი ვიღაცა ან შენი ქალაქელი შენი მეგობარი ან შენი მეგობრის მამა დედა არ აქვს მნიშვნელობა და ყველას რო უყვარს სამეგობროში ყველას რო უყვარს და უცებ გარდაიცვალა ხო გვეწყინება ყველას რომ გარდაიცვალა ადამიანი და გული გვეთქინება და ვიღაცამ რო თქვას თქვათ ერთი კვირის მერე რომ ის გაცოცხლდა ჩვენ უნდა გაგვიხარდეს თუ უნდა გვეწყინოს ყველა ალბათ ამეთანხმებით იმაში რომ გაგვიხარდება რომ ადამიანი გაცოცხლდა ადამიანი კარგად გახდა ან მაგალითად როცა ადამიანი უზრუნველად არის თქვათ საავადმყოფოშია და იტანჯება რაღაც სხვადასხვა დაავადებით თუ ის ადამიანი გამოჯანმრთელდება ჩვენ უნდა გვეწყინოს თუ უნდა გაგვიხარდეს ნახეთ რა აი ესე იგი იმ ადამიანის სიკეთე არ უხარია ბოროტ ადამიანს შურიან ადამიანს და სწორედ ნახეთ ებრაელთა ის ნაწილი რომლებსაც შურდათ იესო ქრისტესი და მისი მოკვლა უნდოდათ ნახე რა თქვეს მოდი ერთი კაცი მოკლათო ჯობიაო ვიდრე ახლა ამის გამო კიდე არეულობა შემოვიდესო და არა მარტო ეს მოკლათო წამოდით ის ლაზარეც მოკლათო იმიტომ რომ ნახეო როგორი სასწაული მოახდინაო ებრაელებიც კი მათ კი დაიჯერეს ქრისტესიო
და როგორ არ უნდა დაეჯერებინათ, ხო? ეს დიდი სასწაული მოხდა და ახლა როგორ არ უნდა დაეჯერებინათ? ამიტომ ნახეთ ეს პირველ რიგში ებრაელთათვის იყო, მოციქულთათვის იყო, ჩვენთვისაც არის ახლა ბავშვებო, იმიტომ რომ ჩვენ რომას ვკითხულობთ ეს ზღაპარი ხო არ არის? ეს ხო ჭეშმარიტი ამბავია. იმისთვის რომ ჩვენ გავიაზროთ, დავფიქრდეთ ამაზე რომ რატო გააკეთა იესო ქრისტემ ეს? იმისთვის რომ ჩვენ არა ვართ მომკვდავები, ჩვენ ვართ უკვდავები. ჩვენ შეიძლება ხორცით მოვკვდეთ, მაგრამ თავარი ის არის ჩვენი სული საწავა. და ყველაზე მთავარი კიდე აქ ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ იესო ქრისტემ ეს წინასწარ იმიტომ გააკეთა, რომ მოდიოდა მისი ჯვარცმის პერიოდი. ჩვენ ვიცით ახლა ნებიშვიდეული არის სწორედ ის პერიოდი, სადაც იესო ქრისტეს იუდა გასცემს და ასე შემდეგ. მაგრამ მანამდე უნდა ითქვას ერთი რამ, რომ არ გამოგჩეს შუაში ის, რომ უნდა ითქვას ის, რომ როცა ეს ყველაფერი უკვე დაინახა მთელმა, ასე ვთქვათ, იქ ყოფმა ადამიანებმა, ეს მოედო მთელს ისრაელის ყველა სოფელს, ყველა ქალაქს, ყველამ გაიგო ამ დიდი სასწაულის შესახებ. ყველა ამაზე ყვებოდა. და ეხლა უკვე დადგა დრო, რათა იესო ქრისტე შევიდეს იერუსალიმში და გამოაცხადოს თავისი თავი და წარუდგეს ყველას როგორც ჭეშმარიტი ღმერთკაცი. მანამდე ნახეთ რა ხდება, მანამდე რატო არ გააკეთა ეს? იმიტომ რომ მანამდე ყოველთვის თავდაბლურად, სადაც მიდიოდა და აღასრულებდა იესო ქრისტე სასწაულებს, ყველგან ამბობდა, რომ არ თქვათ მე ეს რო გავაკეთე. ამას რატო აკეთებდა? იმიტომ რომ სიმდაბლე ესწავლებინა ადამიანებისთვის. ჩვენც როცა რაღაცას გავაკეთებთ, თუ შეგვიძლია ადამიანს სიკეთე გავუკეთოთ, ამით არ უნდა ასე თქვათ ვიამაყოთ, ასეთი ვარ მე, ისეთი ვარ. ეს ღმერთმა გაგაკეთებინა და ეს არის ძალიან კარგი საქმე. ამიტომ ეს ჩვენი მოვალეობაა, პირდაპირ ადამიანებს დავეხმაროთ, როგორც შეგვიძლია. ამიტომ ეს გვასწავლა იესო ქრისტემ ამით. მაგრამ ეხლა დადგა დრო, რომ იესო ქრისტემ გამოაცხადოს თავისი თავი როგორც ჭეშმარიტი ღმერთი კაცთა წინაშე და რას აკეთებს? ითხოვს მომიყვანეთ ვირიო, რომელსაც დავჯდეოთ. ეხლა დღეს რო წარმოიდგინოთ თქვენ ბავშვებო, რომ ხლა მაშინ არ იყო ესეთი მანქანები, ესეთი რაღაცა ტექნოლოგიები და ვირი იყო ესეთი ახლა რო წარმოიდგინოთ დღეს რაღაცა მერსედესით რო დადიოდეს რა ესეთი და მოითხოვა და ესე დაჯდა ზეთ, დაუფინეს ზეთ რაღაც დაჭრები, დაჯდა და შედის იერუსალიმში უკვე სოლომონის ტაძარში, სადაც პასექის დღესასწაულის პერიოდებია. ეს პასექის დღესასწაული ნიშნავს ბავშვებო, ასე თქვათ, ებრაელი ხალხის გამოხსნას ეგვიპტის ტყვეობიდან და ისინი როცა გამოვიდნენ ეგვიპტის ტყვეობიდან, ამ დღეს ყოველთვის აღნიშნავდნენ და პასექი ნიშნავს გამოხსნას. ჩვენ ხო გვაქვს აღდგომა, აღდგომაც პასექია, ბავშვებო, უკვე აღალი აღთმის პასექი. ანუ ჩვენთვის აღდგომა არის უკვე ყველაზე დიდი რამ, ანუ სასუფეველში შესვლის დღესასწაული. და პასკა, აი პასკას რო აწყობთ, ეს არის სწორედ უკავშირდება პასექს, ანუ პასკა არის გამოხსნა, ხსნას. ჩვენ მოგვევლენა იესო ქრისტე და ეს არის ჩვენი პასექი. და ყოველთვის როცა აღდგომის დღესასწაული აღინიშნება, ყოველთვის აღინიშნება ებრაელთა პასექის შემდეგ. და არ შეიძლება მისი აღნიშვნა არავითარ შემთხვევაში ებრაელთა პასექამდე. ეს არის დიდი დანაშაული. ამიტომ იესო ქრისტემ ებრაელთა პასექი დიდ ხუთშაბათს იზეიმა, იქ უკვე იუდამ გასცა, ასე თქვათ, და იმის შემდეგ ხდება უკვე იესო ქრისტეს ჯვარცმა, მისი ასე თქვათ დამარხვა და შემდეგ მისი აღდგომა. ამიტომ აღვნიშნავ ჩვენ აღდგომას პასექის შემდეგ. და ეს არის ჩვენი ასე თქვათ დღესასწაული და ნახეთ ეს პერიოდი იყო და ამ პერიოდში, ანუ პასექის დღესასწაულის პერიოდში უამრავი ხალხი იკრიბებოდა იერუსალიმში. ახლაც კი ესეთი წესი აქვთ ებრაელებს, რომ ისინი ახლაც აღნიშნავდნენ ამ დღესასწაულს და არ ქონდა უფლება ებრაელს, თუნდაც ის ამერიკაში ცხოვრობდეს, ერთხელ მაინც არ ყოფილიყო პასექის დღესასწაულზე მისული და დასწრებული ამ დღესასწაულს და ყველასთვის ეს დიდი წესი იყო და ყველა მიდიოდა. ამიტომ ამ პერიოდში ძალიან ბევრი ხალხი იყო იერუსალიმში და სწორედ ამ დროს ხდება, როცა იესო ქრისტე შედის იერუსალიმში, ეს დიდი სასწაული ლაზარეს აღდგინება მომხდარია და ხალხი უკვე ისე არის გახარებული, რომ
ესეთი სასწაულმოქმედი მოძღვარი ყავთ, რომ ყველა აქებს და ადიდებს და ხო გახსოვთ როგორ არის ბზებს ჩვენ ბზას ხო ტეხავთ და მიგვაქვს და ასე თქვათ ნიშნად ეს რისი სიმბოლოა მაშინ ტოტებს ტეხავდნენ მწვანე ტოტებს უფენდნენ ასე თქვათ პალმის ტოტებს სხვადასხვა რაღაც ხის ტოტებს თავიანთ ტანსაცმელს უფენდნენ იესო ქრისტეს და ასე ამბობდნენ ოსანა მაღალთა შინა კურთხეულარს მომავალი სახელითა უფლისა და ოსანა ესე იგი მაღალთა შინა ანუ ეს რას ნიშნავს იცი დიდება ღმერთს და აქებდნენ მას და ნახე წარმოიდგინეთ ამას ხმამაღლა გაიძახოდნენ ტვიროდნენ ოსანა დიდება უფალს და ებრაელები ნახეთ ის ებრაელები რომელსაც შურდათ იესო ქრისტესი წიგნობრები და ფარისევლები მივიდნენ და უთხრეს გააჩუმეს ხალხიო ნუ რატო ყვირიანო უკვე არ მოეწონათ ეგ და იესო ქრისტემ ესეთი რამე უთხრა ესენიო რომ გავაჩუმო თან ბავშვები იძახდნენ ოსანა ბავშვები აქებდნენ მთელი გულით და ესენიო რომ გავაჩუმო იესო ქრისტემ უთხრა ქვები დაიწყებენ ღაღაცს რა თქვა ამით ხო ქვებიო ქვები დაიწყებენ ხმაურსო რატო იმიტომ რომ დედამიწაზე მოვიდა იესო ქრისტე ანუ ღმერთი და ღმერთს აქებს ყველაფერი მისი გაჩენილია ამით აჩვენა მათ რომ თქვენ წინაშე ღმერთი დგას იესო ქრისტე და თქვენც უნდა აქებდეთ მაგრამ თქვენი თვალებით ვერ ხედავთ ამას აუ გახსოვთ სახარებაში რო წერია თვალი აქვს და ვერ ხედავს ყური აქვს და არ ესმის ხელი აქვს და არ აკეთებს ფეხი აქვს და არ დადის რას ნიშნავს ეს ადამიანს აი ნახეთ რას ნიშნავს კეთყვით როცა ადამიანი თვალით ხედავს უსმენს მაგრამ არ იგებს არ ისმენს და არასწორად ხედავს ამიტომ ზუსტად ესეთ მდგომარეობაში იყვნენ ეს ებრაელები ვერ ხედავდნენ იმ დიდ სიკეთეს რასაც იესო ქრისტე მათთვის აკეთებდა და შევიდა იერუსალიმში დიდებით და გამოაცხადა თავისი თავი და ამის შემდეგ უკვე ძალიან გაბრაზდნენ ებრაელები ძალიან გაბრაზდნენ ის ფარისევლები და დაიწყეს ყველანაირი გზის ძიება იმისათვის რომ იესო ქრისტე შეეპყროთ და მოეკლათ და სწორედ ხდება ისე რომ იესო ქრისტეს გასცემს იუდა ნახეთ გასცა იუდამ იესო ქრისტე 30 ვერცხლად ეგ კიდე ცალკე საკითხია ცოტა ისეთი თემა აქვს წელი თემა მე ამაზე არ ვიცი თქვენთან ვისაუბრია თუ არა რომ იუდას უნდოდა რომ თავისი ანუ იესო ქრისტე არ მოეკლათ რა თქმა უნდა მასთან ერთად იყო საფულე მას ჰქონდა ანუ შესაწირის საფულე მას ჰქონდა ის ფულის მოყვარული ადამიანი იყო და როცა შეხედა რომ იესო ქრისტე მას უთხრა რომ მე მომკლავენ ჯვარზე გამაკრავენ მან იფიქრა თუ ჩემოძღვარს მოკლავენ მე ხო უფულოდ დავრჩები ებრაელებთანაც გამიფუჭდება ურთიერთობა და ესეთი რამე იფიქრა და წავიდა და იმ ებრაელებს უთხრა რომ მეო გეტყვით ვინ არისო იესო ქრისტე და მომეცით რაღაცა ფულიო და 30 ვერცხლი მიუწონესო და 30 ვერცხლი ბავშვებო ძალიან ცოტა იყო მაშინ წარმოიდგინეთ რომ ეხლა ვიღაცა რომ მოვიდეს შენთან და გითხრას რომ მიდი უფალი ვარყავი და 30 ლარს მოგცემ აბას ხო არავინ არ გააკეთებს აი ესეთი რამე ჩაიდინა იუდა ფულის გამო იმიტომ რომ ნახე ფული მეტად უყვარდა ვიდრე თავისი მოძღვარი აი რაც არ უნდა არ გიყვარდეს ადამიანი შეიძლება 30 ლარად გაყიდო ეს ხო დიდი დანაშაულია და ამიტომ ნახეთ იუდას სახით ჩას მოღალატე ადამიანის სული მოღალატე ადამიანის უმადური ადამიანის სული აი ჩვენ ზოგჯერ იუდასავით ვიქცევით ხოლმე აი მაგალითად შობლები ამდენამეს გვიკეთებენ ყველაფერს ჩვენთვის აკეთებენ და ჩვენ უმადურები ვართ ცოცხნებთ ის არ მინდა აუ უკმაყოფილო ხარ სულ აი ეს ძალიან ცუდი საქციელია ეს არის იუდას საქციელი რომ არ უფასებ შემშობელს არ უფასებ ბებია პაპას შენს თავიანთ ღვაწლს მასწავლებლებს არ აფასებ აი ძალიან ცუდი საქციელი აი ესე მოიქცა იუდა ამიტომ ნახეთ წავიდა იუდა და ის 30 ვერცხლი აიღო მაგრამ შემდეგ რომ მიხვდა რომ ძალიან ცუდი საქციელი ჩაიდინა აიღო და ეს 30 ვერცხლი ისე უკან მიუყარა მაგრამ იმათ დასცინეს შენ რომ მოღალატე კაცი ხარო და შენი ფული არ გჭირდება ჩვენო და წავიდა იუდამ და თავი ჩამოიხჩო
იმის გამო რომ ძალიან ცუდი საქციელი ჩაიდიდა, მაგრამ ნახეთ, რომ ისულიყო თავის მოძღვართან და ეთქვა მაპატიეო, არ აპატიებდა? აპატიებდა აუცილებლად. მაგრამ აი სწორედ ეგ არის, რომ ჩვენ იუდასავით არ უნდა მოვიქცეთ. თუ შეგვეშალა, თუ რაღაცა დავაშავეთ, ან შეიძლება არასწორად მოვიქეცით, ასე თქვა, სხვადასხვა სიტუაციაში, აუცილებლად უნდა მივიდეთ და მოვინანიოთ. ეს არის აუცილებელი. ღმერთი ამას ელოდება ჩვენგან. თორე არ არსებობს ცოდვა, რომელიც არ გაპატიოს ღმერთმა. გარდა ერთი ცოდვისა, რომელიც ცოდვას ჩაიდინა იუდამ. იუდამ თავი მოიკლა, მან უარყო ღმერთი ყოველნაირად. ანუ ის განუდგა ღმერთს. თვითმკვლელობა არის უპატიებელი ცოდვა. მაგრამ ნახეთ, პეტრე მოციქულმაც ხო უარყო იესო ქრისტე სამჯერ. სამჯერ თქვა, რომ არ ვიცნობ. მაგრამ ნახეთ, პეტრე მოციქულს როცა გაიგონა მამლის ხმა, მამლის ყივილი, მაგ დროს ატირდა და თქვა, მე ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი და იცით რა თქვა პეტრე მოციქულმა? მე აღარა ვარო ქრისტეს მოციქული. აღარა ვარო, მე არა ვარ ღირსი, რომ ქრისტეს მოციქული მერქვასო. უბრალოდ შემდეგში იესო ქრისტემ რო შეხედა მას, რომ სინანული ქონდა, მტრეთით აღსგარმა იესო ქრისტემ, მტრეთით აღსგარმა უკვე. როცა გამოეცხადა მათ, უთხრა რომ პეტრე მოციქულით ისაო, უთხარითო მოციქულებსო და პეტრესაც, რომ ერთად შევიკრიბოთ. იმიტომ რომ პეტრე მოციქული თავს უკვე აღარ გზნობდა მოციქულად. და თვითონ იესო ქრისტემ აღადგინა და უთხრა, თუ გიყვარვარ მე შენო და უთხრა, მიყვარხარო. სამჯერ უკითხა იესო ქრისტემ პეტრე მოციქულს. გიყვარვარ მეო? კიო. ერთხელ უთხრა, ორჯერ, სამჯერ და მესამედ რო კითხა, უთხრა, უფალო შენ იციო რომ მიყვარხარო შენ. კაიო, მაშინო იყავიო წყემსიო. ანუ დამწყსე ცხოვარნი ჩემიო, რას ნიშნავს? ანუ მეო შენ მოგცემო კლიტესო, მაშინ უთხრა, შენ ხარ კლდე, ამას კლდესაზე დააღვაშენო ეკლესია და ჩენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მასო. და მოგცემო გასაღებსო, რომელიც კლიტესო ამ შემთხვევაში გასაღებს, რასაც გააღებ, გაიღება და რასაც დაკეტავ, დაკეტება. ანუ რას ნიშნავს ეს იცით? ეს ნიშნავს მოციქულებს მიეცათ იმის უფლება, რომ ვისაც უნდა რომ აპატიონ, ეპატიებათ, ვისაც არ აპატიებენ, ღმერთიც არ აპატიებს. ამიტომა ჩვენ სასულიერო პირებთან აღსარებას იმიტომ ამბობ ადამიანები, რომ ჩვენ მათ ვაპატიოთ. თუ ღმერთი არ აპატიებს, არ წაგიკითხავს ლოცვას და სასჯელს დაგადებს, მაშინ არ გეპატიებ. მაგრამ თუ ღმერთი წაგიკითხავს ლოცვას და გეტყვის ღმერთმა შეგინდოს, აი მაშინ ყველა ცოდვა გეპატიება. აი ეს უთხრა ზუსტად პეტრე მოციქულს და დღემდე ვრცელდება ეს ყველა სასულიერო პირზე. ამიტომ ნახეთ, იესო ქრისტემ ეს ყველაფერი აჩვენა, ეს ყველაფერი მოამზადა, მოციქულებს ყველაფერი თავის თვალწინ, ასე თქვა, უჩვენა და ბოლოს იუდა მოციქულმა, რომელმაც გასცა და წაიყვანეს იესო ქრისტე უკვე ჯვარზე გასაკრავად და ნახეთ, როცა ის ჯვარზე გაეკრა, იტანჯებოდა, ასე თქვა, წუხდა, რა თქმა უნდა, ადამიანების ამ მოქმედებაზე, მაგრამ ამის მიუხედავად ის ამბობდა, რომ ღმერთო აპატიე რამე თუ არ იციან რას ჩადიან. და მე ნათქვამიც მაქვს ეს თქვენთან ადრე და ვინც იცის და ვინც არ იცის იმას კიდე ერთხელ გაუმეორებ, რომ იესო ქრისტემ არ მოკვდა მანამ ჯვარზე, სანამ თვითონ იუდამ არ ჩამოიხრჩო თავი, იმიტომ რომ ელოდებოდა იუდას, იქნებ იუდამაც მოინანიოს. და ძალიან უნდოდა რომ იუდაც გადარჩენილი იყო და მასაც შეენანა, მაგრამ იუდამ არახან გადაწყვეტილება მიიღო რომ თავი მოეკლა, იმის შემდეგ უკვე იესო ქრისტემაც ასე თქვათ მიიძინა ჯვარზე და ამის შემდეგ უკვე ის დამარხეს და 3 დღე და ღამე 3 დღის განმავლობაში იესო ქრისტეს სულით იყო ჯოჯოხეთში ჩასული. ანუ ჯოჯოხეთმაც ხო ნახა იესო ქრისტეს ძალა ლაზარეს გადარჩენით. ახლა უკვე იესო ქრისტე თავისი სულით ჩავიდა ჯოჯოხეთში იმისათვის რომ იქაურ სულებს შეენანეთ, მოენანიებია თავიანთი ცოდვები და გადმოიყვანა, ასე თქვათ, სამოთხეში. და ეს არის სწორედ აღდგომის მთავარი მნიშვნელობა, იესო ქრისტეს მოსვლის მთავარი მნიშვნელობა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს დედამიწაზე, რომ თითოეული ადამიანი გადაარჩინოს და შეიყვანოს, ასე თქვათ, მის წიაღში. ჩვენც მისი თანაზიარი უნდა გავხდეთ და ვინც
არ გაიზიარებს იესო ქრისტეს სწავლებას, ვინც არ ივლის ეკლესიაში, ვინც არ იტყვის აღსარებას და არ ეზიარება, ის ადამიანი თავისთავად დარჩება ამ მადლის და ამ წყალობის გარეშე. ასე რომ ცოტა გამიგრძელდა საუბარი, თუმცა მინდოდა რომ ასე თქვათ ამომეწურა ეგ საკითხი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს, იესო ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში, რომელსაც ჩვენ ბზობას უწოდებთ და მოგიწოდებთ ყველას, რომ ძალიან არ დაამტვრიოთ ბზები. პატარა ტოტიც საკმარისია და თუ საერთოდ ქოთანში დარგულ ბზას მიიტანთ და იმას აკურთხებინებთ მამაოს და შემდეგ წამოიღებთ და დარგავთ თქვენს ეზოში, ეს უფრო დიდი საქმე იქნება, იმიტომ რომ ნუ დავამტვრევთ, ნუ გავაჩანაგებთ ბუნებას, პირიქით მოუფრთხილდეთ და გავამრავლოთ, იმიტომ რომ ბზა ძალიან ესეთი ლამაზი და უნიკალური ხია და მარადმწვანეა და შეუძლია ბევრი სიკეთის მოტანა. იყო ერთი ადამიანი, რომელსაც ეგონა რომ ძალიან დიდი მორწმუნე იყო. აი ეს კაცია. ხო ხედავთ. მოიცადე უფრო კარგად რო გაჩვენოთ. ოღონდ ეს კი არ არის, შიგნით არის, სახშია. და მოხდა ერთხელ ესეთი რამ, რომ აი აქ იყო წყალდიდობა. აქ ხო არის ზღვა არის, აი ზღვა არის აქ, მაგრამ მოხდა ისე რომ ხო არის დიდი ტალღა წამოვა, ცუნამი წამოვა რაღაცა და წყალდიდობაა და უკვე ნელ-ნელა ამის სახლამდეც მიდის წყალი. და ეს დგას და ლოცულობს ღმერთო მიშველეო. მივიდა ერთი მეზობელი და ეუბნება, წამოდიო ხო ხედავ მთელი სოფელი თუ ქალაქი იტბორებაო და აი ნელ-ნელა შენ სახლამდეც მოდისო. წამოდი შენცო რომ თავი გადაიჩინო. ერთი მარკერი მომეცი. და ამ კაცმა უთხრა, მე ღმერთი მიშველისო, წადითო თქვენ საქმეს მიხედეთ. ეთყობა ურწმუნოები არიანო იფიქრა. შიგნით ვინც არის იმან, არ ეჩანს ის. კარგიო, არ გინდა, ნუ გინდაო და წავიდა. მერე უკვე ამის სახლშიც რომ მივიდა ეს წყალი. ამის სახლამდე მივიდა. მოვადგა ერთი ნავი ამის სახლს. მოვადგა და ეუბნებიან რომ წამოდიო ერთი ადგილი გვაქვსო. ჩაჯექიო რომ წაგიყვანოთ. არაო, მე ღმერთი მიშველის ლოცულობო, მე მორწმუნე კაცი ვარ, ეგრე კი არ არის საქმე. ღმერთი მიშველისო და გამანებით თავიო და კარგიო, ეს ნავიც წავიდა. ეხლა უკვე იძირება ეს სახლი, ისეთ მდგომარეობაშია. თვითონ ალბათ ავიდა მეორე სართულზე აივანზე დგას ალბათ. ეხლა ვერტალიოტიდან უყვირია რომ კიბე ჩამოუშვეს. როგორც არის ხოლმე ფილმებში ხო გინახიათ? კიბე ჩამოუშვეს რომ ამოდიო ბოლო შანსი გაქვს გადარჩენისა. არაო, მე ღმერთი მიშველის ლოცულობ. წავიდა ეს ვერტალიოტიც რაღა ეგ. დაიქჩო ეს კაც. ღმერთთან წარდგა ყველა ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი თავის დროზე ღვთის წინაშე წარდგებით. და იქ ღმერთს ეუბნება რომ ღმერთო, მე ხო ლოცულობდი მთელი ცხოვრებაო და რატო არ მიშველებ? მე შენი იმედი მქონდა. და ღმერთმა რა უთხრა იცით? მე სამჯერ გამოგიგზავნე ადამიანი რომ გადაეჩინა. შენ არც ერთხელ არ წამოყევიო. ანუ რაზეა ლაპარაკი ამეთ, იცით? ღმერთი რაღაცით რო გეხმარება, ის უნდა გამოიყენო. აი ფანატიზმი არსად არ ვარგა. შეიძლება პატარა ბავშვი მოვიდა და რაღაცა აზრი შემოგთავაზა. აი ესე ხო არ გაგვეკეთები. შენ კი არ უნდა თქვა რომ მოიცა ერთი წადი იქით, მე ღმერთი გამომიჩენს როგორ უნდა იქნებ ღმერთმა იმის პირით გამოგიჩი. აი რამდენჯერ ყოფილა რომ ადამიანი, ეხლა თქვენ ცოტა პატარები ხართ, მაგრამ რო ცოტა წამოიზდებით, ადამიანი ნასვამია დაუშვათ. ეუბნებიან რომ მოდი დღეს დარჩი ჩვენთან, არ წახვიდე სახლში, საჭესთან არ დაჯდა. ის მაინც ჯდება და მიდის. მერე მოხდება რაღაც უბედურება.
არა და ღმერთს ხო უნდა და ამ კაცის გადარჩენა ვიღაცის პირით ხო უთხრეს რომ მოდი არ წახვიდე არ დაждდე საჭესთან ხო მართალი ის მაინც აიხირებს არა უნდა დავжდე და წავიდე რა მართლა ღმერთი უნდა გამოეცხადოს რომ დარჩეს ან შეიძლება აი ბავშვს მშობელმა უთხრას რომ შვილო მოდი დღეს არ წახვიდე იქ სადღაც რომ მიდიხარ იმ მშობელს შეიძლება თავის მამშობელმა უთხრას შვილო მოდი არ წახვიდე იქ ეს საქმე არ გააკეთო იქნებ სხვაგვარად გაგეკეთებინა და თუ ადამიანი დაფიქრდება და დაუჯერებს ის ბევრ ხიფათს გადარჩება აი ამ კაცს რო დაეჯერებინა და გაყოლოდა რა იქნებოდა მესამეს მაინც რატო პირველიც არ იყო ცუდი მაგალითად მას პირველი შეიძლება ისწრაფო მიდასწრებოდა გემი კიდევ შეიძლება და ჩაძირულიყო და ვერტალიოტი მოглавიდო ისიც შეიძლება და ჩამოვარდნილიყო მაგრამ თავარი იცი რა არის გინდაც ამ კაცს გაყოლოდა გინდაც ნავში ჩამჯდარიყო ან ვერტფრენს გაყოლოდა მაინც ღმერთის იმედი უნდა ჰქონოდა რომ ღმერთი გადაარჩენდა მაგრამ არც ადამიანური საშუალებები არ უნდა უგულებელს ყოს კაცი ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ, გაგახარებთ მშვიდობა და სიკეთე მოგბადოთ.